გამარჯობა ჩემო ძვირფასო მაყურებლებო და ჩემო საყვარელ გამომწერებო. წავიკითხე სიახლეებში რომ არის სისხლიანი მიტოვებული საპოლიციო მანქანა. და დღეს მე და ჩემი რობოტი ვაპირებთ მოვძებნოთ ამ შემზარავ მიტოვებულ დღეში. ვაპირებთ ვცადოთ ვიპოვოთ ნამდვილი მიტოვებული საპოლიციო მანქანა. რობერტ რა? დიახ, მესმის რომ ეს საშიშია, მაგრამ გულწრფელად რომ თქვა, მე ამას 100%-ით არ უჯერებ, რადგან შეიძლება ეს რაღაც ხალბი ამბავი იყოს. არა. მაგრამ ნახეთ ეს რა არის, ბიჭებო, მგონი ჩვენი პირველი აღმოჩენა. მოდით ახლოს, ბიჭებო, ნახეთ ეს ჩვენი პირველი მინიშნება. აიღე, რობერტ. მოდით ცოტა უფრო ახლოდან დავაკვირდეთ, კარგი? ღმერთო, ჩემი რობოტი ისეთი სულელიალია, ნორმალურად ვერ მუშაობს. აიღე, ეს ჩვეულებრივს გავს, მაგრამ ჩვეულებრივი არა. პოლიციელი ასეთ ჯავშანს იცვამს, ხომ ასეა? არა, ეს საშიში არ არის. ეს ნიშნავს, რომ სწორ გზაზე ვართ. ასე რომ შეიძლება დღეს იმ შემზარავ ტრეში ნამდვილი მიტოვებული საპოლიციო მანქანა ვიპოვოთ. არაფერია საშიში. შეგიძლია უბრალოდ ჯავშანი ჩაიცვა და უსაფრთხოდ იქნები. მოდი ვცადოთ ეს. მაგარია, არა? რა, შენ პოლიციის რობოტი ხარ, ხომ ასეა? მაგარია, შენ დამიცავ ბანდიტებისა და სხვებისგან. როგორ შეიძლება რობოტს ეშინოდეს? მას მართლა რაღაცის ეშინია. მართლა გეშინია ამ საშიში ტყის შიგრით ყოფნის. ნახეთ, იქ თოვლია ბიჭებო და რაღაც შავი წევს იქ. ღმერთო ჩემო, ეს ნამდვილი იარაღია. ეს რა? გინდა წასვლა? არა, ჩვენ უნდა ვიპოვოთ მიტოვებული საპოლიციო მანქანა. ეს მაგარია. გონია რომ ეს შეიძლება დანაშაულის ადგილი იყოს. კრიმინალი აქ მოხდა? სინამდვილეში ძალიან საშიში და ძალიან შენზარავია ტყეში შესვლა და იარაღის პოვნა. იმედია ხელთათმანები მაქვს რომ მარტივად ავიღო და ჩემი ანაბეჭდები არ დავტოვო. ღმერთო ჩემო, ფიქრობ იმაზე, რაზეც მე ვფიქრობ. შენ ტყვია გაუნტარი ჟილეტი გაქვს, მე კი ტყვია აქ მაქვს. მოდი ვცადოთ. თქვენ არასდროს უნდა სცადოთ მსგავსი რამის გამეორება. სხვა შემთხვევაში თქვენ ტყვია გაუნტარი რობოტი უნდა ყავდეთ, როგორიც მე მყავს. მე მყავს, ამიტომ ასეთ ექსპერიმენტს ჩავატარებ. მზად ხარ? 3, 2, 1. რობერტ! ჰეი! რა ხდება, ეს ხო ტყვია გაუნტარია, არა? ხო, ეს კარგი ჯავშანია პოლიციელისთვის. როგორ უნდა მომეკლა რობოტი? არა. ხო, მაგარია, მოგეწონა ეს? მოდი, ახლა მოусმინე. შენ ნამდვილი პოლიციელი ვითხარ და ჩვენ აქ ისევ მიტოვებულ საპატრულო მანქანას ვეძებთ, ხომ ასეა? რატომ? შენ ისევ გინდა წასვლა? არა, რობერტ, ჩვენ აქ ვართ, რომ გამოვიძიოთ, იქნებ ნამდვილი დანაშაული. რატომ დარჩა პოლიციელის იარაღი და რატომ დარჩა ჯავშანი იქ? იქნებ საპატრულო მანქანაც სადმე ახლოსა. და იქნებ ის ამბებიც, რაც ინტერნეტში ვიპოვეთ, ნამდვილი არა? უნდა გავავზელოთ გზა, იარაღი ვიპოვეთ, ჯავშანიც ვიპოვეთ. იქნებ კიდევ რამე ვიპოვოთ. ჰეი, შეხედე. ჰეი, ეს კიდევ ერთი კვალია ჩვენი გამოძიებისთვის. შეგიძლია იარაღი დამიჭირო? კარგი, შესანიშნავი საქმე გააკეთე. ნუ მომიშვერ იარაღს, რანგჭირს, ნუ მომიშვერ კამერას. კაცო, რობერტ! რა ჯანდაბა? დადე იარაღი! ღმერთო ჩემო, რა სულელი ხარ, რობერტ, ნუ უშვერ იარაღს ხალხს. შეიძლება იარაღი სადმე იმ სპეციალურ რაღაცაში შეინახო, კარგი? არ შეეხო. ეს ხელბორკილია, მაგრამ არა ჩვეულებრივი. პოლიციელები ამ ნივთს იხენებენ, რომ ბოროტმოქმედები და ეჭვმიტანილები დააბაონ, ვინც იარაღს ხალხზე მიმართავს. შენ ხარ. ეხლა დაპატიმრებული ხარ. ეხლა შენ გაქვს ჯავშანი, იარაღი და ხელბორკილები. შენ ნამდვილი პოლიციელი ვითხარ? ვაუ, ეს რეზინის პოლიციელია, კარგია. ჰოდეს მე გიოცნებია რეზინის პოლიციელად ყოფნა. ხო, შენ არასდროს იქნები, შენ უბრალოდ სულელი უფროსი ხარ, წავიდეთ, გავაგრძელოთ ძებნა. მოდი გამამხევი, მგონი რაღაც თეთრი ჩანს. ჰეი, მოდით, ბიჭებო, მანქანას გავს, მოდით, უბრალოდ შეხედეთ, ბიჭებო, ვიპოვეთ, დაუჯერებელია, ეს ნამდვილი მიტოვებული საპოლიციო მანქანა. გითხარით, ეს ნამდვილია? ვაუ, ეს დაუჯერებელია. ჰეი, რობერტ, სად მიდიხარ? ჰეი, რას აკეთებ? რა? შიგნით რაღაცა არის?
რა სტილობ მითხრა, ვხედავ ვიღაცა შიგნით, ვხედავ რაღაცა საიდუმლოს მიტოვებულ საპოლიციო მანქანაში. ღმერთო ჩემო, არ არსებობს. პოლიციელია, ღმერთო ჩემო, რობერტი მართალია. ეს ადგილი ნამდვილი დანაშაულის ადგილია. აქ რაღაც ცუდი მოხდა. აი რატო დგას ეს საპოლიციო მანქანა აქ მიტოვებული? ეს სიგიჟეა. მას უნდა გავიგოთ, რა ზუსტად მოხდა აქ და რატომ არის ეს პოლიციელი მიტოვებულ საპოლიციო მანქანაში. ერთი მნიშვნელოვანი წესი არსებობს. საპოლიციო მანქანაში ორი პოლიციელი უნდა იყოს, მაგრამ აქ მხოლოდ ერთია, ასე რომ მეორე შესაძლოა ჯერ კიდევ ჩვენს დახმარებას საჭიროებს. ეს გესმის? დიახ, უნდა გავიგოთ, სად იყო ის პოლიციელი და იქნებ შევძლოთ მისი დახმარება. ნახე, კიდევ ერთი მტკიცებულებაა, კიდევ ერთი კვალია. Gmerto ჩემო! ეს არის ნივთი, რომელსაც იყენებენ დამნაშავეების გასაჩერებლად, მათ დასარტყმელად. ამ ნივთით შეგიძლია ბეტმენი განაიარაღო. მოდი რობოტო, მოდი აქ, მოდი გამოვცადოთ. არა, არ გინდა. ჰეი, ბიჭებო, ნახეთ! ეს არის რადიო. ეს არის ძალიან განსაკუთრებული რადიო, რომელსაც პოლიციელები იყენებენ. ის ძალიან განძლია, ხომ ასეა? გონია რომ ჩვენ შეგვიძლია? უი, რობოტო, ძალიან ჭკვიანი ხარ. მე ვიცი ძალიან საინტერესო რამ იმ რადიოსადგურის შესახებ. შეგიძლია ბოლოს არის ჩანაწერი გაუშვა. მაშ, ნება მომეცი სადო ისრალაც დავაგაინო და ჩანაწერი ჩავთოთ. ჰეი, აქ შემოხედე. ხო, რატო? გესმოდა ეს? თითქოს ორი ხმა. პოლიციელი ამბობს რომ უნდა შეჩერდნენ. მოусმინე უნდა ვილაპარაკოთ. რაზე? ვილაპარაკოთ იმაზე ცირაზე. ისინი აპირებენ ლაპარაკს. ასე რომ ეხლა შეგვიძლია მთელი სიტუაცია გამოვიძიოთ. ისინი იმ მიმართულებიდან მოდიოდნენ. ორი პოლიციელი პოლიციის მანქანაში იჯდა და ერთმა მეორეს სთხოვა აქვე გაიჩერებინა. დიახ, მაგრამ როდის იყო ის მომენტი, როცა მეორე წავიდა? იქნებ ვიღაცა მათ თავს დაესხა. იქნებ ზარი მიიღეს, არ ვიცი. მოდი გავაგზავნოთ მოსმენა. გახსოვს, უშინდონატების ხუთი იყიდე და არ გაბიზიარებია. ო, მე რა. არ გაზიარება, კარგი არ არის. ხო, პოლიციელებს დონატები უყვართ, მაგრამ მე რა ხდება? ეს გასავლის როგორი კონსერტივობიანი. არა, ეხლა რა საკეთებ? მერტო ჩემო, პოლიციელი იწყებს სროლას სხვა ოფიცერზე, თუ რა ხდება? მეორე ოფიცერი, რომელიც შიგნითაა. ნახე, მას ჯავშანი არ ეცვა. ღმერთო ჩემო. მეორე პოლიციელი, მას ესვრის დონატების გამო, ეს ხო სიგიჟეა. რა ხდება ბოლოს? ღმერთო ჩემო, რა გავაკეთეთ? დონატის გამო უნდა გავიქცე. ნანობს იმას, რაც გააკეთა. თავს ცოტა გაგიჟებულად ვზნობს და გადაწყვეტა გაქცევა. შეიძლება ეს ყველაფერი მეორე პოლიციელის ნიფთებია. ისი მიმართულებით გარბოდა და ჩვენ ეს ყველაფერი მასთან ავიღეთ, ხომ ასეა? მაშ, რობერტ, გესმის რას ნიშნავს ეს ყველაფერი? შენ კვლელობის იარაღი გეჭირა, ეხლა შენ ხარ ეჭმიტანილი. დიახ, ხო? შენ. მე არა. არა ვიცავ შემთხვევაში, მე საკუთარ თავს ბორკილებს არ დავადებ. რას ამბობ? უბრალოდ დაიტოვე ეგ, ეს ყველაფერი სიგიჟე, არა? ფიქრობ რომ ეხლა უნდა დავტოვოთ ეს ადგილი, მაგრამ შენ უკვე ყველა პოლიციელის ნივთი აიღე. ჩვენი გადარჩენის ერთადერთი გზა არის ყველა კვალის განადგურება ან დანალვა. მე გულისხმობ ყველა მტკიცებულების დამალვას. ეს კარგი იდეა? როცა ვამბობ ყველა მტკიცებულებას, ვგულისხმობ ყველა მტკიცებულებას და ყველა კვალს. შეგვიძლია ვცადოთ, გავიქცეთ და ვმართოთ ნამდვილი მიტოვებული საპოლიციო მანქანა. ეს კარგი იდეა არ არის? ჩვენ ავიგებთ ნამდვილი მიტოვებულ საპოლიციო მანქანას. რა თქმა უნდა, ნუ ეცდებით ამის გამეორებას, ეს ძალიან საშიშია, ბლა. მართლა მწუხვარ ამის გამო. ნება მომეცით დაგეხმაროთ. რობერტ! შეგიძლია პოლიციელზე იზრონო. ღმერთო ჩემო, ის საცვლებშია. გთხოვ, სადმე გაიყვანე ის? მიხედე მას, კარგი? ვაუ, ბიჭებო, ნახეთ, ეს თოფია აქ! ყველა პოლიციის მანქანა აქ ჩორვილია თოფებით, ამიტომაც იყო აქ.
აბა, როგორ უნდა გავიცეთ ამ მანქანით? ეს არის ფორდი, ამერიკული ფორდი. ეს ნამდვილი ამერიკული პოლიციის მანქანაა, მაგრამ სად არის გასაგებები? Hey, Robert! ანუ ფერნიელის სესია გააკეთე, ხო ასეა? გადაწყვიტე, მოგონებად დაგეტოვებინა. კარგი საქმეა. ეხლა ნამდვილი პოლიციელი ხარ. მოდი ძრავი შევამოწმოთ, თუ ყველაფერი რიგზეა. აკუმულატორი გვაქვს. ეს სინამდვილეში კარგი ამბავია. ეს კარბურატორული ძრავია, საკმაოდ ძველი. ესე იგი, აქ საკმაოდ დიდი ხანია დგას. ნება მომეცი ზეთი შევამოწმო. ხო, ასე თუ ისე, ზეთი გვაქვს. არ არის ძალიან ბევრი. ზუსტად იმდენია, რამდენის გჭირდება. სათვავი როგორაა? ხო, მოდის. საწვავს ასხამს. მშვენიერია, ზეთი გვაქვს, საწვავიც გვაქვს. ერთადერთი რაც უნდა ვიპოვოთ, გასაღებია. როგორ ფიქრობ, სად შეიძლება იყოს გასაღები? ძალიან კარგი იდეა. შეიძლება ფორმაზე იყოს, ან ამ ჯავშანზე. ნახე, აქ რაღაც ფერადია. ვა, რობერტ, შესანიშნავი იდეა. ჭკვიანი ბოტი ხარ, აღარ ხარ მიგდებული ბოტი. მოდი ვცადო, დავქოქო და წავიყვანო ის მიტოვებული საპოლიციო მანქანა. დიახ, ამას გავაკეთებ. ვა, ხო. არ არის ძალიან კარგი ხმა. კარგი, ვცდით არებას. ხო, დავინძარით. მოძრაობთ, ეს მშვენიერია. საოცარია. ღმერთო ჩემო, ძალიან მომწონს. ვაუ, შესანიშნავია. ეს მაგარია. ხო, შენ რობერტ, დაწექი, ახლა დაკავებული ხარ. მუხლებზე დადექი. ხო, ამას ვამბობ, მუხლებზე დადექი. მე ნამდვილი პოლიციელი ვარ. მე მიტოვებული საპატრულო მანქანა მაქვს. დაკავებული ხარ. ახლავე ჩაჯექი მანქანაში. მოდი, ადექი. ეხლა დაკავებული ხარ. დაიცადე ერთი წამით. გაჭედილია, ხო? შიგნით ძალიან ცუდია. თავი დახარე, ჩაჯექი მანქანაში. ხო. ეხლა პოლიციის გაყოფილებაში მივდივარ, გაიგე? ხო, მაგრამ მაინც ერთი საიდუმლო ჯერ კიდევ გადაუჭრელია. სად არის მეორე ოფიცერი? და ბიჭებო, იქნებ იმ სერიალის გაგრძელებაც შევძლოთ. მოდით, რადგან რაღაც უნდა გაჩვენოთ. ეს უცნაური ტყვის ხვრელების სწორედ ეს არის საიდუმლო. და უნდა გავიგოთ, რა არის იმ საცავში, ანუ ბარგის განყოფილებაში. თუ გინდა ნახო რა არის მიტოვებულ საპოლიციო მანქანაში, თავისუფლად გამოიწერე არხი. ჰეი, რასაკეთებ თოფით? რობერტ, ადეკ! არავითარ შემთხვევაში. რა ხდება, რა ჯანდაბა? გითხარი არ მიუშვირო ხალხს. დადე იარაღი. ეს ძალიან ცუდი იდეა. შენ მესვრი, მე გესვრი. მერე რა მოხდება? მოდით უბრალოდ დავშვიდეთ, კარგი? კარგი, მადლობა რობოტემო, ასეთი კეთილები რომ ხართ. უნდა შევაგროვოთ ეს ყველაფერი, ჩავაწოთ მანქანაში და რაც შეიძლება მალე დავტოვოთ ეს ადგილი, კარგი? მოდით შევაგროვოთ ეს ყველაფერი და ეხლა დავტოვოთ ეს ადგილი და ჩემს გამომწერებს უთხარი რომ ჯერ კიდევ გვაქვს ამოუხსნელი საიდუმლოება. გულისხმობ იმას, რაც ბარგის განყოფილებაშია. ასე რომ შეიძლება კიდევ იყოს საინტერესო რაღაცები. ასე რომ თუ გამოიწერენ არხს და კომენტარებს დაწერენ, ჩვენ ვაჩვენებთ რა არის შიგნით. ხომ ასეა? და ჩვენ კიდევ უფრო მეტ ასეთ კონტენტს გაჩვენებთ. ჩვენებთ, ასე რომ ადექით. ეხლა ამ ადგილს დავტოვებთ. ნამდვილი მიტოვებული საპოლიციო მანქანა ვიპოვეთ. და თუ ასეთი კონტენტი მოგწონთ, გთხოვთ არ დაგავიცნეთ გამოწერა. ეს საუკეთესო მხარდაჭერაა, რაც შეგიძლიათ გააკეთოთ. მართლა ვაფასებ ამას. და რობოტსაც ძალიან უყვარს ეს. ხო ასეა? არა, მე არ დამაკავებენ. არა, მოგწონს როცა არხს გამოიწერენ. გამოიწერეთ ბიჭებო და ჩვენ გავანძელებთ ჩვენს თავგადასავალს. ჩემი სახელია სლავი და ეს არის რობოტი. უნდა გავეცაოთ აქედან ახლავე.